თან მეცინება და თან ცოტათი მაინც გაბრაზებულიც ვარ. მართლა უყურებ ამ შემადგენლობას, როგორც ოქროს ბურთის ტოპ 3-ს უყურებდი, ასევე ამასაც და კიდე უფრო გაოცებული ვარ მართლა, როგორ მოხერხდა ეს მოცემულობა, რომ 11-ში, საუკეთესო 11-ში არ არის რაფინია და არის თუნდაც კოულ პალმერი. რანაირად ადამიანმა, რომელმაც ალბათ კარიერის ყველაზე მაგარი სეზონი ითამაშა და ანუ იცი მიღწევებად და ყველამ დავინახე და ყველამ ვიცით რა გააკეთა რაფინიამ გუნდისთვის და რა გააკეთა ზოგადად ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი მაგარი ლამაზი და მნიშვნელოვანი მომენტი გვაჩუქა და მოდი ამაზე ყველა ერთხმად უნდა შევთანხმდეთ ჩემი აზრით. არ აქვს მნიშვნელობა აქ ბარსელონა, რეალია, ბაიერნია, მანჩესტერი თუ ვინმე სხვა კიდე. ანუ ეს არის ფეხბურთი. ჯერ ფეხბურთია და მერე ყველაფერი და ყველა სხვა. თუ ფეხბურთი გიყვარს და დარწმუნებული ვარ გიყვართ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, როგორ უნდა დაუშვა და წარმოიდგინო, თუ ძალიან არ გეზიზღება ტიპი და რატომ არ გეზიზღებოდეს არ ვიცი რა დაგიშავად, რომ ამ 11-ში რაფინია არ იყოს. ალბათ ჩემი აზრით, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვა ეს რაფინიას მიმართ FIFA-სგანაც და ცალკე ფრანს ფუტბოლისგან. ყველაზე დიდი ძარცვა რაც აქამდე მინახავს ერთ-ერთი. ანუ ფაქტურად უგულებელ ეს ტიპი, ანუ უბრალოდ გააქრეს. თითქოს ამ 2025 წლის სეზონში არც კი უთამაშია, ანუ აბა თუ ამას თვლი რომ რაფინიას თამაშს უყურე, მის სტატისტიკას, მის მნიშვნელობას გუნდისთვის და ფეხბურთისთვის და აქ არ ჩასვი, ესე იგი, ნუ რაღაც პრობლემაშია საქმე მაშინ და სერიოზული პრობლემა აქვს იმ ადამიანებს, ვინც ამას არჩევს. უბრალოდ წარმოუდგენელია ჩემთვის მართლა. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით საინტერესოა, იმიტომ რომ რატომღაც მგონია, რომ თუ მართლა ძალიან დიდი ჰეითერი არ ხარ, უბრალოდ ეს სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც მე ვლაპარაკობ და აი ეს მოცემულობა, რაც FIFA-მ შემოგთავაზა, რომ თურმე ეს არის 2025 წლის საუკეთესო 11-ეული. სასაცილოც არის და სატირა არის ერთდროულად ალბათ და ძალიან გამაღიზიანებელიც კიდე პლუს მაგას.